საქართველოს ევროპული გზა, ეკონომიკური განვითარება, ნდობის აღდგენა აფხაზებთან და ოსებთან, ტერიტორიული მთლიანობა, წინაპირობების შექმნა კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირებისთვის და შიდა ინსტიტუციების გაძლიერება. ეს გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლის მთავარი აქცენტებია. სამთავრობო გუნდის პროგრამა და პასუხები ოპოზიციის 42 კითხვაზე, ნაციონალური მოძრაობის ბრალდებები და მინისტრთა კაბინეტის კონტრარგუმენტები. დეტალები ჩვენს რეპორტაჟში. განათლება, ეკონომიკა, საგარეო და საშინაო კურსი ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელსაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დღევანდელ გამოსვლაში გაუსვა ხაზი. გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებს 2016-2020 წლების სამთავრობო პროგრამა გააცნო. დასრულებულია ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელება და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს უახლოეს მომავალში ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული პროცედურები დასრულდება ევროკავშირში და საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ ამ ძალიან მნიშვნელოვან სიკეთეს, რომელსაც ევროკავშირთან დაახლოების სტრატეგია გვთავაზობს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა შერიგების პოლიტიკის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აუცილებელია ნდობის აღდგენა აფხაზ და ოს ხალხთან. შერიგების პოლიტიკა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რა მიმართულებითაც ჩვენ გეგმავთ, რომ უფრო აქტიური ნაბიჯები გადავდგათ, უფრო თამამი ნაბიჯები გადავდგათ, რათა აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი, აღვადგინოთ ნდობა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ შევქმნათ ადამიანებს შორის უკეთესი ურთიერთობების გავლით წინაპირობები კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირებისთვის. გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლის შემდეგ პარლამენტის წევრებმა კითხვის დასმის უფლებით ისარგებლეს. ზუსტად 42 კითხვა დაუსვეს დეპუტატებმა მინისტრობის კანდიდატებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კითხვა პენიტენციალურ სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებს შეეხებოდა. დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი კი ენერგეტიკის საკითხებით დაინტერესდა. თქვენ სამთავრობო პროგრამაში წარმოდგენილი გაქვთ განათლების მიმართულებით გარკვეული რეფორმები საპატიმროებში და ასევე მაინტერესებს არასაპატიმრო სასჯელის ახალ სახესთან დაკავშირებით თქვენი უფრო კონკრეტული ხედვები. ცვლილების შესაბამისად იმ მსჯავრდებულებს, რომლებიც იმყოფებიან დაბალი რისკის დაწესებულებაში ან თავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში მიეცემათ დისტანციური უმაღლესი სწავლების მიღების უფლება. რაც შეეხება მეორე ინიციატივას, თქვენ მოგეხსენებათ, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე უკვე ამოქმედდა შინაპატიმრობის სისტემა არასრულწლოვნებისთვის. ამავდროულად ინიციატივა მზად არის, ასევე პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში ჩვენ მზად ვიქნებით აღვასრულოთ შინაპატიმრობის მოდელი სანქციის სახით ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებულებისათვის. კითხვის დასმის უფლებით არის სარგებლეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. სხდომაზე მწვავე განცხადებები მხოლოდ ნიკა მელიამ გააკეთა და ხელისუფლების წევრები სასამართლო სისტემაზე ზეწოლაში დაადანაშაულა. მიმდინარეობს ძალიან ძლიერი ზეწოლა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებზე, რომ კონკრეტულად 30 ნოემბერს იქნეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოტანილი თქვენ სასარგებლოდ, თქვენი ხელისუფლების სასარგებლოდ, ივანიშვილის სასარგებლოდ, იმ დაგვარი გადაწყვეტილება, რომლის პრეცედენტი უზენაეს სასამართლოს ისტორიაში არ არსებობს. და ჩემდა სამწუხაროდ, ამაში ჩართულია აქტიურად 4 ადამიანი, აქედან 2 ადამიანი ამ დარბაზშია წარმოდგენილი, ჩემთვის პირადად ძალიან სამწუხაროდ ხალბატონი იუსტიციის მინისტრი, ბატონი თადუმაძე, რომელსაც იყენებთ თქვენ ძირითად საშუალებად კომუნიკაციის დასამყარებლად უზენაეს სასამართლოსთან, ბატონი ფარცხალაძე და თავად ხალბატონი გვენეტაძე. აცნობიერებთ იმ პასუხისგებლობას, რა შეიძლება ქვეყანაში მოხდეს, მაშინ თუ ჩვენ დავინახავთ, რომ მომდევნო დღეებში სისხლში მოიყვანთ თქვენს განზრახ. ხო, რას თქვენ თქვით და ბრალი დაძდეთ მინისტრს და კანცელარიის მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის უფროსს არის აბსოლუტური სიცრუე. არავითარი ზეწოლა მათი მხრიდან არ ხორციელდება. თუ რამე ასეც აქვს ადგილი, მე მოუწოდებ ყველას, რომ განაცხადოს რაიმე ასეთი მსგავსი თუ ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი გუნდის წევრების სისუფთავეში ამ მიმართულებით. საერთოდ ბატონო ნიკა მინდა ვთქვა, რომ თქვენი სტილი, რომ თან ადამიანს უთხრათ, რომ ნომინალური ხარ, თან შეკითხვა დაუსვათ და პასუხი გაინტერესებთ.
არის ყველანაირი ეთიკის წრიდან გასული. 2 დღეა ვაკვირდები აი ამ თქვენ სტილს, რომელიც არის პირდაპირ ვამბობ, რომ არანაირ პოლიტიკურ ჩარჩოებში არ ჯდება და თუ ნომინალურობაზე ვსაუბრობთ, ვინ არის ნომინალური და საიდან იმართება დღეს ნაციონალური მოძრაობა, სწორედ ეს არის ჩემთვის კითხვის საგანი და არა ის დაუშვათ რა შეკითხვებსაც თქვენ სვამთ. როგორ მოიქცეოდა თქვენი აზრით არანომინალური პრემიერ-მინისტრი საინტერესოა. ალბათ ამის მაგალითები წარსულში არაერთი ქონია. სპეც დანიშნულების რაზმებისთვის, დავალებების მიცემა, მოსამართლეებთან დარეკვა, როგორ მართავდა იუსტიციის მინისტრი მთლიანად სასამართლო პროცესებს და ასე შემდეგ. თქვენ თუ ამისი მოთხოვნა გაქვთ დღეს, მინდა რომ გაგაწმილოთ, არ იქნება ეს საქართველოში, აღარასოდეს აღარ იქნება და ამას ვერავინ ვეღარ ნახავს. მაგრამ რას თქვენ ბრძანეთ? დღეს მადლობა ღმერთს, რომ ასეთი პრაქტიკა აღარ არის საქართველოში და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია. დღევანდელ რიგ გარეშე სხდომაზე მე-9 მოწვევის პარლამენტს ერთადერთი საკითხი აქვს განსახილველი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადება და სამტკიცებლად გიორგი კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტს პარლამენტის სიითის შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, ანუ ჯამში 76 ხმა სჭირდება.